აი ეს ხდებოდა დღევანდელ დღეს, როდესაც ხის რტოებს თავიანთ ტანსაცმელს ადამიანები უფენდნენ იესოს დიდებით მომავალს იერუსალიმში. და გავიდა 5 დღე და ზუსტად იგივე ადამიანები იძახიან, ჯვარს აცვი ესე. რა მოხდა, რა შეიცვალა ამ 5 დღის განმავლობაში? თუ 5 დღის წინ ესენი თვლიდნენ, რომ იესო არის მაცხოვრებელი, რომელიც სიცოცხლეს, ცხოვრებას ანიჭებს, რა მოხდა ამ 5 დღის შემდეგ? ან მეორეს მხრივ, რა აუცილებელი იყო უფლის დიდებით შემოსვლა იერუსალიმში აი ესეთი საოცარი ბრწყინვალებითა და საოცარი ზეიმით? რატო იყო ეს აუცილებელი? აი სწორედ ეს არის მთავარი თემა დღევანდელი ჩვენი სახარებისა, დღევანდელი ჩვენი დღესასწაულისა. ნუ თუ ხალხის მეხსიერება ასეთი ხანმოკლეა. ნუ თუ 5 დღის შემდეგ აღარ უნდა ახსოვდეს ადამიანს, თვითონ როგორ იქცეოდა 5 დღის წინ და როგორ სცემდა თაყვანს უფალს და როგორ იძახის დღეს ჯვარს აცვი და სისხლი მაგისი ჩვენზედა და შვილთა ჩვენთა ზედა ესე ყვიროდე. აი რა მოხდა, რა შეიცვალა? ნუ თუ ასეთი ხანმოკლეა ადამიანის და საერთოდ ხალხის მეხსიერება. რა თქმა უნდა არ არის ხანმოკლე და სწორედ აი ეს უფლის დიდებით შემოსვლა, იმიტომ იყო აუცილებელი, რომ ადამიანს გაეკეთებინა არჩევანი. სინამდვილეში ვინ არის ის? სინამდვილეში ეს არის, ვინც ღმერთს თაყვანს და იძახის ოსანა ძესა დავითისა, თუ ეს არის ის იგივე თვითონ ის ადამიანი, რომელიც ამბობს ჯვარს აცვი. ეს იყო ნამდვილი დღევანდელი სიტყვებით რო ვთქვა, წმინდა წყლის манипуляცია, რომელიც შესაძლებელია რომ მოახდინოს საზოგადოებას. ეს ჩვენ გვეხება ყველას. დღეს ესე ხდება. დღეს ასე ხდება. ადამიანები ხშირად იქცევიან ისე, გაჰყვირიან ისე, როგორც არ ფიქრობენ. მაგრამ გარემოებათა გამო, ვითარების გამო შესაძლებელია ადამიანის დიდი რაოდენობაზე, მასებზე მოახდინოს ზემოქმედება, მოახდინოს манипуляცია. იქნებ ის იყო манипуляცია, როდესაც ისინი იესოს სცემდნენ თაყვანს და იქნებ ესე ფიქრობდნენ მართლაც, რომ ჯვარს უნდა გაკრულიყო. ვინ იტყვის ამას? ვინ იტყვის და ამას იტყვის დრო და ისტორია. აი 2000 წელი გავიდა და ჩვენ დღეს ვიკრიბებით ყოველ წელს და ყოველ წელს ვიმეორებთ ამ სიტყვებს დიდება და ოსანა. აი ამ სიტყვებს ვამბობთ უფლის მიმართ და ეს არის ნამდვილი მეხსიერება ხალხის. აი ეს არის საზოგადოებრივი მეხსიერება, რომელიც სინამდვილეში ძალიან ხანგრძლივია.